ეს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ცივი ომის ეპოქის ყოფილი ბირთვული ბუნკერია. სწორედ ამ სამინისტროსთან იყო დაკავშირებული ენვერ ხოჯას რეჟიმის, საიდუმლო სათვალთვალო სააგენტო სიგურიმი. დღეს ყოფილი ბუნკერის ოთახები სავსეა მუზეუმის ექსპოზიციით, რომელიც ზოგადად ალბანეთში პოლიციის სისტემას და კერძოდ სიგურიმის მიერ რეპრესიებისა და კონტროლის პერიოდს ეხება. ესე იგი შემოვედით ბუნკერში, რომელიც ალბანეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ტირანაში და ასახავს სოციალისტური და ტოტალიტარული რეჟიმის საშინელებებს, არტეფაქტებს, ისტორიულ ნიმუშებს. უბრალოდ ძალიან ჩახუთულობაა, ძალიან სიცხეა, ცალ-ცალკე ოთახებია გამოყოფილი. უბრალოდ დაკარგავებელებს აქვს შემოვა. ფოტოს მოვენ მოგწევს. ბავშვების მოყვანა ცოტა ზედმეტია მე მგონი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ტირანას სამთავრობო უბნის შუაგულში მდებარე ეს ბუნკერი ერთ-ერთი ბოლო სამშენებლო პროექტი იყო იმ დროს ბუნკერებით შეპყრობილ ალბანეთში. მისი მშენებლობა 1991 წელს დაიწყო და 86 წელს დასრულდა. ალბანეთის ულტრასტალინისტი ლიდერის ენვერ ხოჯას გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ. მე ცოტა კრიტიკული ვიქნები, იმიტომ რომ გამომდინარე რომ აუშვიცი ნანახი ყავს, მგონია რომ ყველაფერი ისე შეთავჭრობას აღარ მოხდეს. 2016 წელს ყოფილი ბუნკერის ტერიტორიაზე სამუზეუმო სივრცე გაიხსნა, რომლის კონცეფციაშიც ისტორიული არტეფაქტები და ინსტალაციები ერთმანეთში იკვეთება. თემატურად გამოფენა იწყება 1912 წელს ალბანეთის დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამეფოს არსებობის წლების პერიოდით. აქ ჩვენ ხედავთ კომუნისტურ ეპოქამდე არსებულ ჟანდარმერიასა და პოლიციას. ამის შემდეგ გამოფენა საბოლოოდ გადადის კომუნისტური დიქტატურის ხანგრძლივ პერიოდზე 1954 წლიდან 91 წლამდე. ანუ ეს არის მოწყობილი ბუნკერში რა, ყოფილი ბუნკერია. აქ იყო ბუნკერი და ეხლა აქ ოთახებში შევდავდივართ. ანუ გამოფენილია ფოტოები უბრალოდ ჯარისკაცების და რაღაცა იარაღები ალაგია იმდროინდელი. თავისთავად საინტერესოა, მაგრამ როცა აუშვიცში ხარ ნამყოფი უშუალოდ, მე მგონი ისეთ შავეჭილობას ვეღარ ახდენს, იმიტომ რომ იქ იმდენად შემზარავი ნივთებია და რაღაცა პერსონალური საოჯახო ბავშვების კანსცმელი, სხვადასხვა საოჯახო ნივთები, თუნდაც სხეულის ნაწილები, სხეულის რა თქმა, მაგალითად რაც ვნახეთ ჩვენ. ნუ ეს რასტაში შედგა ხულიკავისკდა. ეს რას ემსახურება მე ვერ ხვდები და ყველაფერი არა ინგლისურადაც წერია. შენ არის this code field with cotton is an original ეს რაც აცვი არის ორიგინალი was used in the train doctors და 80-იანებში იყენებდნენ რომ გაეწვრთნათ ძაღლები რომლებიც იყვნენ საზღვრებზე რომლებიც იწვრთნებოდნენ იმისთვის რომ გაკიდებოდნენ ალბანელებს რომლებიც არალეგალურად ცდილობდნენ რომ საზღვარი გადაეკვეთათ. ეს ადგილი იყო პოლიტიკური ელიტისთვის თავშესაფარი, როდესაც თავდასხმები იყო ან რამე საშიშროება, აქ იმალებოდნენ. ეს ბუნკერი ზოგადად დიდი ხნის არ არის, ახალია, თანამედროვე მუზეუმია, ბუნკ-არტი ქვია, თან ეგეც ნიშანდობლივია, რომ ბუნკერის კონცეფცია და ხელოვნება არის გაერთიანებული, ნუ ხელოვნება უფრო მეტად ისტორიაა და არა ხელოვნება მაინც, მაგრამ იდეა არის, რომ ეს ბუნკერი ფუნქციონირებდა როგორც თავშესაფარი პოლიტიკური ელიტებისთვის, ასე თავდაცვის მინისტრი მაგალითად ან სოციალისტური ბანაკის ლიდერები მოახერხებდნენ დამალვას და გადარჩენას ბირთვული ომის და ბირთვული თავდასხმის პირობებში. თუმცა დღეს ეს შენობა გადაკეთებულია, როგორც ხედავთ, მუზეუმად, რომელშიც ეს ისტორიული ამბები არის თავმოყრილი, ხო, არტეფაქტები გაცოცხლებულია ეს პროცესები, რომლებიც მიმდინარეობდა 45 წლიდან მოყოლებული, შეიძლება ითქვას ფაქტობრივად მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. და როგორც ხედავ, ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს იმისთვის, რომ მაინახულონ და დაათვალიერონ აქაურობა.
უბრალოდ ისა რომ ძირითადად ფოტოებია და ფოტოები და ვიდეოებია მე მგონი და ხმებია ეს რომ მიდიხარ სულ ხმები ისმის თვითონ ჯარისკაცები დადიან და რაღაცა სამუშაოებს ასრულებენ. ხო, ანუ სინამდვილეში ორიგინალი არტეფაქტები აქ არაფერი არ არის, ხო? მე მგონი აი ძალიან შეერთად რა ის იყო მაგალითად ის საწვრთნელი ისო 60 რაც იყო, ხო? ხო, რაც ეცვა იმას. ხო, თორე ძირითადი ნაწილი არის რეპლიკაციები ან ძალიან ჩახოთულობა ეს ფიქრობ რომ უდიდესი მინუსია რომ ცოტა უნდა ნიავდებოდეს რაღაცა კონდიცირება უნდა ხდებოდეს აქ. იმიტომ რომ გაუსაძლისია ყოფნა. თან ამდენი ხალხი როცა სტუმრობს ამ მუზეუმს. უნდა ითვალისწინებდნენ. ამაკი შენ რა სიტყვი? უნდა უწევდნენ თუ არა კონტროლს იმას რამდენი ადამიანი შემოვა, იმიტომ რომ აულა გიჭირს იმდენი ხალხია რა. ყოველ შემთხვევაში ის უნდა მაინც იყოს გაგრილება, მაინც უნდა იყოს აქ. ო, გაგრილებაც არ არის. საშინელება ხდება ხალხური წარმოიდგენთ. ასე გონია, ნამდვილად ბუნკერში ვიმყოფებით. შეიძლება ამოგგუთონ ახლა. მაგრამ მე მგონი უკვე ვიგუდებით. თუმცა ეს ხმებიც ქმნის განწყობას, არა? კი, ქმნის. ეს ხმებიც რო არ იყოს, მე მგონი ისე საერთოდ არ ექნებოდა ეფექტი, იმიტომ რომ მაგარი საზარელი ადგილი კი არის. საზარელი არის, ჩემ ეს უფრო ემოციური შეუძლიათ რომ გახადონ ეს ადგილი იმდენად ისეთი. აი მე ჯერ კითხვა არ გავიდეთ. საით? აკეთ. წამო. აი აქაც არის წარმოდგენილი ეს ახლა ინვენტარი. აშკარად თანამედროვე ისინია რა. თუმცა ანუ იდეა არის, რომ წარმოადგინონ ინვენტარი სოციალისტური და ტოტალიტარული რეჟიმის ფარგლებში, როგორ წალადობდნენ რიგით ალბანელებზე სისტემის წარმომადგენლები. აქ რაღაც ფრაზებია წაწერილი. ფიზიკურად შეუძლებელია რომ ჩამოდგე და ყველა ფრაზა იკითხო, იმიტომ რომ იმდენად ჩახოთულობა ეს საზარელი რაღაცა წამოვა შეხვდეთ. ეს რა არის? რობოტია? ეს ალბათ სიმბოლიზაცია იმისა, რაც უშვება ტოტალიტარიზმი ადამიანს, ხო? მას მანქანა დრო გადააქცევს და აცლის ყველაფერ ადამიანებს. შენ რას ფიქრობ? ეს ფრაზაა უცდირებიათ აი ასებს დროს ჩახედაო ისიც შემოხედავს რომ არის ხო, ისიც სიღრმიდან ამოხედავს, ხო? ხო, ისიც ამოხედავს, ეგ არის. აი დედა ტერეზას სიტყვებით რომლის სახელმწიფოც მოვინახულეთ ჩვენ. აი ეს გასასვლელია ჩვენ იქით უნდა წავიდეთ ჩვენ. წამოდი. 18 ევრო მე ამაში არ გადამიხდია რო გქობით. ჩვენ როცა პოლონეთში აუშვიცი მოვინახულეთ ის იყო სრულიად უფასო. ორდი ტერიტორიაზე არის განლაგებული თავისი ავტობუსი გემსახურება და ეს ყველაფერი არის სრულიად უფასო. და ამ შემთხვევაში ეს პატარა ბუნკერი ღირს თითო ადამიანზე 9 ევრო. ეს მაღაზია. ანუ დამივიდივართ მუზეუმი არის და ხან მაღაზიაში ვხვდა, ხან უბრალოდ რაღაცა დარბაზია, ხან ცარიელი სივრცეა და ეს კიდევ არ მომწონს მე. იმიტომ რომ როცა დასათვალიერებლად ხარ მოსული, უნდა რა ვიცი, შეესაბამებოდეს მთლიანად მუზეუმის კონცეფცია იმას, რაზეც ვთანხმდებით, რომ შემოვიდეთ და ვათვალიერებთ, ხო? ეს არის იმიტაცია. ეს იმიტაცია თუ ორიგინალებია, ნამდვილია? არა, აწერია გარედან რომ იმიტაცია. ინსტალაცია არისო თანამედროვე ხელოვანის. აბანოებია ხო აშკარად? ეს აბანოა თუ გაზის კაბინები არის? ეს გაზის კაბინაა? აქედან გაზი გამოდიოდა მე მგონი.
არა ეს რაღაც თანამედროვე კონცეფცია არის სხვა რაღაცის წერილი. რომ ეს ქმნის ილუზორულ რაღაც წარმოდგენას, როგორი შეიძლება და ყოფილიყო ზოგადად სივრცე ამ ფერებით, ამ ხმებით და რაღაცის და კონკრეტულად ამ იმაზე არ წერია არაფერი მოწყობილობებზე. ანუ გაზის კამერასაც გავს და აბანოსაც გავს და ხარ. საშხაპი კაბინასაც გავს. საშხაპესაც გავს ხო? მაგრამ არ გონია საშხაპი კაბინა ყოფილი. ხო, პროლოგიკურია რომ, მაგრამ ბუნკერში რატო იქნებოდა რა? აქედან შევსრულიყავით და იქიდან გამოსულიყავით. წამოაბა. არა ხო, აშკარად გაზის კაბინა უნდა იყოს. აი მე რა სივიწროვია. საშინელი სივიწროვია და საშინელი ჩახუთულობა. კი. თქვენ შეიძლება ჩემ ვენტილატორს დასცინეთ, მაგრამ არ იცით რა მხელა საქმეს აკეთებს ახლა. Questo qui era anche dove io volevo andare alla camera e gli interrogati vai adesso l'hanno fatta apposta l'hanno fatta apposta per dare quel senso di არ გამოვა ახლა. ხედავს 200 კაცი ველოდებით და 20 ბავშვით არიან მოსული. ოი მე თვალები ამჭირდა. გამოიწერეთ ჩვენი არხი ხალხო რა იყოთ, ხო ხედავთ რა საშინელ ადგილას ვართ. თორე ესე გაზის კაბინებში ჩაკრეთ ყველას. არა ჩავედან. არა ვიტყვი. ახეთ ტუალეტები არის. იქ არ ვარ შესულები. აშტერულადაა გაკეთებული. კი ძალიან აბდობდათ არის აქეთ იქით ყველაფერი გაკეთებული. ანუ გონია რომ მიყვები სივრცეს და უცებ თურმე გასასვლელია და ჯერ სხვა რაღაც უნდა გენახო. თუ ეს ისა გასასვლელი რა. ეს გასასვლელია. აი იქით შესახოვში ეს მოყოფები ჩვენ. აქ არისო წერილებიო რომლებიც იყო რეჟიმის საწინააღმდეგოდ და ესე ჩუმად წერდნენ ერთმანეთსო. ну აქ რა თქმა უნდა პიროვნებები ხო რაღაც კონკრეტული პირებიც იყვნენ ფორმები ხალხო რა არ მესმისით აი აქ ხუთი შვილით რატომ მოდიან აი ამ ადგილას რატომ უნდა მოხვიდე პატარა მცირეწლოვანი ბავშვებთან ერთად მე არ მესმის ეს არის რეჟიმს შეწერული ადამიანების დახვრეტილი და განადგურებული ადამიანების სამოსი და აქ არის წარმოდგენილი სია თვითონ ამ ადამიანების რომლებიც ემსხვერპლენ სისტემას 1500 ადამიანი არის ამ სიაში. ოფიციალურად ეს არის დადასტურებული, რომ მოიცავს 1500 ადამიანს. თუმცა იმ ეფექტს მაინც ვერ აღწევს საქაურობა, რასაც აუშვებს. ფეგო იმ ფერდა. კი, რა თქმა უნდა. ჩემთვის პირადად ახლა ახლოსაც ვერ მოიმდა რომ იქ რასაც ქვია მართლა ემოციურად დაინგრევა ისეთ რაღაცები არის გამოფენილი.
ანუ აქაც სია არის ესე წარმოდგენილი იმ ადამიანების, რომლებიც ამცხოვრებენ ტოტალიტარულ რეჟიმს. აქ არის წარმოდგენილი ეპოქის სამსახველი ნივთები, არტეფაქტები, ტელეფონი, როგორც ხედავთ, რადიოგადამცემი და ასე შემდეგ. აქ არის ნაჩვენები ანტიკომუნისტური ჯგუფი, რომლებსაც სურდათ, რომ რაღაცა დაეღწიათ ამ რეჟიმისგან თავი გონი. კარგად ვერ ხვდები, იმიტომ რომ იმდენი რაღაცა ერთდროულად ერთად გამოფენილი, რომ ცოტა მიჭირს გავიგო რა არის. თან ის არის, რომ ანუ ვერც გაჩერდები დიდი ხანი რა, იმიტომ რომ მოდის ტალღა ხალხის და რამის გადაგიარო უნდა. სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გამოყვიდეთ დროულად. აქაც წარმოდგენილია სისტემის მსხვერპლი ადამიანები, მათი სია, ფოტოსურათები და გამოცდილება. ისევ ბავშვები. ხალხო ნუ მოყავთ ბავშვები ეს ადგილებში. აი ბავშვი ღრიალებს. პატარა ბავშვი რა უნდა ბავშვს აგიღრიალებს, აბარა იქნება. მამის მეუღრიალდა ისეთი სიტუაცია. ჩვენი შვილებს ვაჭრევინებდნენ ხეებს და ჩვენო ზურგით მოგქონდაო ეს სიმაჭრელი ისინიო. ტოტები იქნებოდა თუ დიდი ხის მორები. რომ ამ ოფიცრების ოჯახებისთვის ყოფილიყო კომფორტს მოხმარებოდა მერე რა. საცხობად და გასათბობად ალბათ. ისევ ბავშვები. კარი მოწყობილი ასეთი სივრცეები, რომელიც აღადგენს რეკონსტრუქციას ახდენს იმ ისტორიული პერიოდის. Just take me. ხალხო ეს არ ვიცი ნამდვილი თმაა თუ ხელოვნური, მაგრამ ეს რაღაცები მზარავს ხოლმე მე მგონი ნამდვილია. სადალაკოა თუ რა? აი ზემოთ შეხედა ფოტოები არის. სადალაკოა ხო? არ ვიცი, ვერ გამიგია სიმართლე გითხრათ.
Ходე. Ходე. ნელანა. ეს დიდი ალბათობით იქნება ხელოვნური, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამდენ ბავშვებს რომ დაარბენინებენ აქ და ამდენი ადამიანი რომ მოძრაობს ისედაც ამ ბევრი ფეხს ჩადგავს ახლა მაგაში და ეგ რო ორიგინალი იყოს გაუფრთხილდებოდნენ რაცა. მე რა შეშალად განან ეს ფიგურები შენ გონია ნამდვილი ადამიანია და მე რო ხვდები რომ თუნ რაღაცა პლასმასის თოჯინა. ეს big bro is watching you არის. ისრებია. Kiribia. ხო, ნახე photography is an evidence against enemies and the propaganda. ხო, ანუ საშუალებით როგორ ალბათ მტკიცებული. ხო, როგორც მტკიცებულებას ფოტოგრაფიას ფოტოებს როგორ იყენებდნენ, მე მგონი ეგ არის აქ წარმოჩენილი რა. და ამ კაცსაც ისაკ ფირი აქვს შემოხოლი მთლიანად და ესე გვაყურდება. ყველაფერი ვიცი თქვენზეო. არაფერი შეგეშალოთო. ეს წერილები რაც იყო აღმოჩენილი რეჟიმის საწინააღმდეგოდ და საპირისპიროდ და ვინც წინააღმდეგი იყო ამის იმათი წერილები არის ესე გამოფენილი. უბრალოდ რამდენად არის ეს ყველაფერი ავთენტური, მე ცოტა ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ ძალიან სახალხოთ არის ესე ხელშესახებად ხო? კი, საერთოდ არაა დაცული არაფერი, უბრალოდ წერია რომ ხელი არ შეახოთ, აქ იმდენი ბავშვები არიან. დამიჯერეთ ალბათ ძალიან ბევრი ახებს ხელს ყველაფერს. წეღარ ამის იმან რუბელნიკი მოგლეჯა რაღაცა. აი ესეც ახლა აშკარად. ეს ხელშესახებად იქნება რომ ვიღაცებმა თითები აკაკუნონ? ხო, არ მგონია. ეხლა აქ 6 წლის ბავშვი მოიდგენს, არ მგონია ვინმე შეაჩეროს. რომ თავი შეიკავოს. აი ეს კამერაც ხდებიან აი იქით ფოტოებს იღებენ და აშკარად. ვაუ, სარკე. ალბათ როგორი ისხდნენ თანამშრომლები? აი აქ უნდა იყოს რაღაც წარწერა, რომ სადაც წაიკითხავ რა სასახავს ეს ყველაფერი. სადღაც ორი ოთახის იქით არის წარწერა, მე რა უნდა მიხვდე რომ თურმე ეს ის იყო. ძალიან რთულია ეს რა. ესეც აშკარად კაბინეტი ახლა. ეს პოლიტიკური ელიტაა? სავარაუდოდ ხო. თუ მსხვერპლები არიან? არა, ელიტა უფრო მგონია მე. მინისტრებიო. აი, მინისტრები არიან ესენი 913-დან 1991 წლამდე ვინც იყვნენ. აი ამას გულისხმობდით ხო? ბავშვმა მოითრია იმენა ტელეფონი. ხო, და როგორ შეიძლება ხა ეს ავთენტური იყოს? ძალიან ჩახუთოლობა. ძლევს სუნთქავთ. არ საიდან არ ნიავდება აშკარად ეს სივრცე. და იმდენი ადამიანია რომ ძალიან გაუსაცლისია. კარი საწოლი. ვის საწოლია? ვერ ხვდები ზოგადად ახლა ეს ოთახები, გასაგებია რომ რაღაცა ისტორიული შინაარის მატარებელია და რაღაცა მნიშვნელობის, მაგრამ რისი ვინ იყვნენ? რა ხდებოდა? ცოტა რთულია რომ გაიგო. მორჩამით, თვითი? სტორში გავიდეთ და ხო რა მე მგონი მორჩამით. აი, ხედავენ რომ გასასვლელად მომწადებით და არა ჩქარდებიან საერთოდ.
არ არის პრობლემა, უნდა იდგე და ელოდო. რამდენი ხალხია შეხედეთ просто. რამდენი ხალხია ხალხო შეხედეთ. ამას უნდა აკონტროლებდნენ რა. არ შეიძლება ესეთ რა. ერთი ბეწოს სივრცეა და მილიონ ადამიანს უშვებენ ერთად. კი. მილიონ ადამიანს, რომელთაგანაც 50% თინეიჯერია, 20% ბავშვი, იმ 50%-ից ალბათ 5% აინტერესებს რეალურად აქ რა ხდება, დანარჩენი ისე დაიარება. და მაგის გამო მე შენც ვეღარ ნახულობ დისკომფორტი გექნება. ეხლა წარწერები როა ვერ ჩამოდგები და კითხოს ვერ დაიწყებ. ვერანაირად. გადაგივლიან ზედ. კი, ვერანაირად. ეხლა შეიძლება ვიღაცამ ვინც ვიდეოს უყურებ თქვას, რომ რანაირად გაუგებარი ეს ყველაფერი არის წარწერები და წაიკითხეთ. აი შეუძლებელი ეხლა აქ ვინც დგანანი. ესენიც აი საშინლად უშლიან ყველას ხელს გადაადგილებაში და ისე იხუთება სივრცე, რომ სუნთქვა ჭირს უკვე და. მაგას შენ ალბათ გახსოვს ჩვენ როცა ვიყავით ფლორენციაში. აკადემია გალერეაში საათების მიხედვით იყო ვიზიტორებს კი, და ძალიან კარგი იყო. აი ეგეთი რაღაც უნდა გააკეთონ ამათაც რა. კი, ჩემ ბილეთი ქონდა. გასასვლელი რომელი იყო? აქ ვიყავით? კი, მეგონი აქაა გასასვლელი. კი, იქით თორე არ ვიყავით. ნახოთ? წამო რა, შევხედოთ. აქ არის თორე. არა? რა ვნახოთ აბა. უკვე ამერია ყველაფერი. კი, იქ საათი იყო მითითებული ბილეთზე, რომ საათზე უნდა შესულიყო შემდეგი ნაკადი და არის თორე აქ არ არის. გათვლილი იყო რაოდენობა და რო შევედით, ისეთი კარგი იყო. სივრცეც აშკარად გათვლილი იყო, რომ რაღაცა დაკავებული არ ყოფილიყო და ყველა შეიძლებოდა საშუალება, რომ რაღაცა კონკრეტულ ქანდაკებასთან თუ ნამუშევართან გადაეყო ფოტო ან გაჩერებულიყო და დაეთვალიერებინა. Ну, რა თქმა უნდა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქ დავითია, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ დავითი გამოჩნდეს. აი აქ არის მაღაზია. ხო. შე პასტა ევრო ნახევარი ღირს. ხო ვიყიდო. პინი ხوار გინდა ჩანს. არა თქმა ამათ პინი. წავედით. წავედით. აქედანაც არა. აი აქედან დავედით. აწყალია ხოლმე და დავლევთ. ხალხო საქართველოში არახსაც კი ამას დიდი ჭიქებით ხოთ. წავედით. წავედით ახლა. გავედით, აი ჩავსუნთ ქოთორე. მგონია რომ ვიხოცებთ. გასვლაზეც კი რიგია ხალხო, წარმოიდგინეთ, რამდენი ხალხი ვართ ჩასულები ამ ერთი ბეტოს სივრცეში. ამ ვენტილატორებზე ხალხო ვინმე ოდესმე დასცინეთ, აღარ დასცინოთ. ჩვენ სად ჩავედით? აი, ჩავედით. ხო. წამოგარიდან გადავყოთ, თარაზოც ნახოთ. წამო. საით? ასე. ეს არის ამოსასვლელი. ეს არის ამოსასვლელი. აი ბავშვები როგორ ადიან. ეს აქ არის ჩასასვლელი, აქედან ჩავედით, იქიდან ამოვედით. ამ ვიდეოს მუზეუმის კედლებზე წარმოდგენილი ციტატებით დავასრულებ. ისინი, ვისაც წარსულის დამახსოვრება არ შეუძლიათ, განწირულნი არიან მისი განმეორებისთვის. წარსულის დაკარგვა მომავლის დაკარგვას ნიშნავს.